გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელია სწრალმა, რაც უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში. ნაკრების განაცხადი და ვილის ანიოლის პრესკონფერენცია. ჩვენ კი ვცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერია არხი რათა მივახციოთ ჩვენს მიზანს 95,000 გამომწერს. მადლობა ვინც ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინა და მოდი დავიწყოთ. საქართველოს ნაკრები ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას 6 ოქტომბრიდან დაიწყებს. ხოლო სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას სტუმრად გამართავს. მოახლოებული მატჩებისთვის კი ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. ასევე ცოტა ხნის წინ სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის კი ჩაკვეტაძის ტრავმაზეც. რა თქმა უნდა, შემტევისთვის გოლების გატანა მნიშვნელოვანია. გულისხმობ მიქაუტაძეს, თუმცა დაცვას ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ შეამჩნევდით, რომ თაობათა სვლა მიმდინარეობს. რაც შეეხება მიქაუტაძეს, მის სანაცვლოდ ვილიარეალმა ძალიან დიდი თანხა გადაიხადა. მისი კარგი თამაში კი ჩვენს გუნდს ძალიან წაადგება. როცა ესპანელსა და თურქეთზე საუბრობთ, პროგრამა მინიმუმზე საუბარი რთულია. ნაკრების განვითარება ყოველთვის ჩემი პრიორიტეტი იყო. ასევე შედეგების მნიშვნელობასაც ვაცნობიერებ. ჩაკვეს ტრავმაზე ახალს ვერაფერს გეტყვით. მას 7 თვე არ უთამაშია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდეგ წელს მარტის თამაშებისთვის შეძლებს ჩვენს დახმარებას. ჩაკვეტაძე მიცის თუ როგორ გვაკლია. ის კი შემდეგ წელს მენტალურად ძლიერი დაგვიბრუნდება. განაცხადა ნაკრების თავკაცმა. მე კი შეგახსენებთ, რომ ნაკრები ოქტომბერში ორ შეხვედრას გამართავს. პირველი ეს გახლავთ 11 ოქტომბერს ესპანეთის წინააღმდეგ, მეორე კი 14 ოქტომბერს თურქეთის წინააღმდეგ. 33 წლის შემდეგ ეს გიორგიმ შეძლო. რას ამბობენ მიქაუტაძის შესახებ? როგორც მოგეხსენებათ, 1 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ვილიარეალისა და იუვენტუსის შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრაში კი დიდებული მატჩი ჰქონდა მიქაუტაძეს, რომელიც როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყო. ქართველმა თავდამსხმელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სადებიუტო გოლის გატანა შეძლო. გიორგიმ კი პერინის კარი მე-18 წუთზე აიღო. ამით კი გიორგიმ 33 წლიანი სერია დაასრულა და მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ევროტურნირებზე ბებერი ქალბატონის კარი აიღო. აქამდე კი ეს მხოლოდ თემურ ქეცბაიას ჰქონდა გაკეთებული. შეხვედრის შემდეგ კი ქართველი ფეხბურთელის თამაშზე არაერთმა ესპანურმა გამოცემამ დაწერა. მაგალითად, თეისი შემდეგ კომენტარს აკეთებს. ვილიარეალის ორმა ახალწლეულმა ვარსკვლავმა, მიქაუტაძემ და ვეიგამ, რომლებშიც თითქმის 55 მილიონი დახარჯეს, გოლები გაიტანეს. პარეხომ ბურთი მიქაუტაძეს გადასცა, რომელიც ცენტრალურ მცველებს უსწრებდა, მაგრამ წაიქცა. ამის შემდეგ ბურთი პეპესთან მივიდა, რომელმაც ის უკან დაუბრუნა ქართველს და მან გოლის გატანა შეძლო. ეს კი მიქაუტაძის პირველი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე. წერს ეისი. ასევე კომენტარი ელდესმარკმაც გააკეთა. მიქაუტაძემ გაიტანა შეტევაში, რომლის მთავარი მონაწილეც თავად იყო. ის იყო ძალიან აქტიური და ქმნიდა საშიშ მომენტებს მეტოქის საჯარიმოში. თუმცა მეორე ტაიმში მისი თამაში გარკვეულწილად შესუსტდა. წერია გამოცემაში. ვილიარეალის გულშემატკივრებმა კი გიორგის თამაში საკმაოდ პოზიტიურად შეაფასეს. გეშინოდეთ ყველას და მოემზადეთ სიგიჟისთვის. ჟორჟმა სასწაული ფორმა აიკრიფა. სასწაული შენაძენია. ის ბომბარდირობისთვის აუცილებლად იბრძოლებს. ძალიან სწრაფი, მოქნილი და შეუპოვარი შემტევია. ასეთი მონაცემები ბევრ ფეხბურთელს არ აქვს. საჭირო დრო საჭირო ადგილზე. პოზიციებს არაჩვეულებრივად არჩევს და უბრალოდ შეუდარებელია. წერენ ვილიარეალის ფანები. ასევე კომენტარი თავად გიორგიმაც გააკეთა. ძალიან გახარებული ვარ ამ გოლით ჩემპიონთა ლიგაზე. ჩემი პირველი არის და ვიცი რომ ბევრი იქნება სხვა. დღეს 2-2 დამთავრდა თამაში, გვინდოდა მოგება, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და მომავალ თამაშში ყველაფერს გავაკეთებთ რომ მოვიგოთ პირველი თამაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრანსფერმარკეტმა პორტუგალიისა და ესპანეთის ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელთა საბაზრო ღირებულებები განაახლა. ვილიარეალის ქართველი თავდამსხმელის მიქაუტაძის ფასი კი გაიზარდა. ყვითელ წყალქვეშანავში გადასვლამდე მიქაუტაძე 22 მილიონ ევროთ იყო შეფასებული. ახლა კი მისი ღირებულება 30 მილიონი ევროა. ასევე პროგრესი აქვს ქოჩოლაშვილსაც. ლევანტეში ყოფნისას მისი საბაზრო ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენდა. სპორტინგში გადასვლის შემდეგ კი მისი ღირებულება 1 მილიონით გაიზარდა. მამარდაშვილის შანსი ლივერპულში. სასიხარულო ცნობა ქართველ მეკარეზე. როგორც მოგეხსენებათ, გასულ შეხვედრაში ლივერპული გალათასარაის დაუპირისპირდა, სადაც ალისონმა ტრავმა მიიღო და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრაზილიელი მეკარე 6 კვირას გამოტოვებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მამარდაშვილისთვის იდეალური შანსია, რათა თავი წარმოაჩინოს და ძირითადში ადგილი დაიმკვიდროს. ხოლო ენფილდ ვოჩი ლივერპულში შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა და მამარდაშვილის შესახებ შემდეგი რამ დაწერა. ამ მომენტისთვის ენფილდზე არასახარბიელო მდგომარეობა. ლივერპულმა სეზონის პირველი 7 შეხვედრა მოიგო, თუმცა მასზე დიზედ 2 მარცხი მოჰყვა. წითლები კრისტალ პალასთან სუდად გამოიყურებოდნენ. გალათასარაისთან კი საერთოდ არაფერი გამოუვიდათ.
ამიტომ ლივერპულის თავკაცმა რაღაც უნდა შეცვალოს. ჩელსისთან მატჩი კი ამის იდეალური შანსია. ყველაზე მასშტაბური ცვლილება კი მეკარის პოზიცია შეეხება, რაც მამარდაშვილის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას მოიაზრებს. ალისონმა გალათასარაისთან ტრავმა მიიღო და სტემფორდ ბრიჯში მისი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია. თუმცა ეს დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან ქართველი მეკარის სახით ლივერპულს მსოფლიო კლასის შემცვლელი ჰყავს. მამარდაშვილი ლევიაშინის ჯილდოზე იყო წარდგენილი და დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარედ ითვლებოდა. ყოველ ჯერზე, როდესაც გიორგიმ ლივერპულის მაისური მოირგო, იმედის მომცემი შტაბეჭდილება დატოვა. ახლა კი როგორც ჩანს, მამარდაშვილი ბორკილებისგან გათავისუფლდება და პრემიერ ლიგაში საკუთარი კვალის დასატოვებლად შესანიშნავ შანსს მიიღებს. წერს Enfield Watch-ი. ასევე ცოტა ხნის წინ მამარდაშვილის შესახებ გუნდის თავკაცმა ისაუბრა. ფიქრობ საუთემპტონის წინააღმდეგ ვნახეთ თუ რა კარგად მოერგო გუნდს. ვიცოდით რომ ძალიან კარგ მეკარეს ვიმატებდით. მისი პირველი თამაში არის იმის დადასტურება, რომ ის მართლაც კარგად შეეგუა ჩვენს კლუბს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ის მაღალი დონის მეკარეა. ახლა კი მას შეუძლია გააკეთოს ის, რისი გაკეთებას წარსულში მრავალჯერ მოგვიწია ალისონის შესაცვლელად, განაცხადა ლივერპულის თავკაცმა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელის ტრავმასა და მამარდაშვილის სათამაშო წუთებს ლივერპულის ფანები შემდეგი კომენტარებით ეხმაურებიან. ალისონი ჩვენი ლეგენდაა და მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ ახლა გიორგის დროა. ალისონი დაიმტვრა, მაგრამ შვიდად ვარ, რადგან აქ მამარდაშვილია. ნახოთ რა იქნება ჩელსისთან. იმედია გიორგი იმედებს გაამართლებს. წერენ ლივერპულის გულშემატკივრები. ჩვენ კი ისღა დაგვჩენია, რომ ვუგულშემატკივროთ გიორგის და იმედი დავიტოვოთ, რომ ამ შანსს ქართველი მეკარე იდეალურად გამოიყენებს და დაამტკიცებს, რომ ის ძირითადში ადგილს იმსახურებს. მე კი დავზენ იმასაც, რომ ლივერპული მომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს ჩელსის წინააღმდეგ გამართავს, სადაც მამარდა პრემიერ ლიგაში თავის ადებიუტო შეხვედრასაც ჩაატარებს. როგორც მოგეხსენებათ, 1 ოქტომბერს PSG-სა და ბარსას დაპირისპირება გაიმართა, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ პარიზულ კლუბს მრავალი ლიდერი აკლდა, მათ კატალონიელების დამარცხება მაინც შეძლეს და 2-1 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ხუჭამ ეს შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. როგორც იწერება, PSG მარგარისკა და ხუჭას ჯანმრთელობას გაუფრთხილდა. ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ტრავმა სერიოზული არ არის და ქართველი ვინგერი მოედანს მალე უნდა დაუბრუნდეს. შესაბამისად, ხუჭამ არც სანაკრებო შეხვედრები უნდა გამოტოვოს და იმედი დავიტოვოთ, რომ კვარაცხელი ოქტომბრის მატჩებისთვის 100%-ით მზად იქნება. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხუჭამ ნაკრებთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწიოს და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში შევძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ წირთული მეტოქეები ყავს, შეუძლებელი რა თქმა უნდა არაფერია. ჩვენ კი გვაქვს იმის რესურსი, რათა ჯგუფიდან გასვლა შევძლოთ. სწორედ ამიტომ დიდი ალბათობით ხუჭა PSG-ს მომდევნო შეხვედრასაც გამოტოვებს. PSG კი მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს ლილის წინააღმდეგ გამართავს. სწორედ ამის შემდეგ კი სანაკრებო პაუზაც დაიწყება და ხუჭას სწორედ ესპანეთის წინააღმდეგ უნდა ვიხილოთ. ხულიან ალვარესის ტრანსფერი ბარსაში, ყველაფერი რაც უნდა იცოდე. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია, რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. შუან ლაპორტას ხულიან ალვარესის ბარსაში ხილვა სურს. ამის შესახებ კი ინფორმაციას Diario Sport ავრცელებს. კატალონიური კლუბის პრეზიდენტს ატლეტიკოს არგენტინელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკის მთავარ შემცვლელად მიაჩნია, რომლის კონტრაქტით სეზონის ბოლოს იწურება. პოლონელი ფეხბურთელის წასვლა კი ბლაუგრანას საშუალებას მისცემს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი 26 მილიონი ევროთი განტვირთოს. თუმცა ბარსას დაბრკოლება გახლავთ ის, რომ ალვარესის კონტრაქტი ატლეტიკოსთან 2023 წლამდეა გათვლილი, ხოლო გამოსასყიდი თანხა 500 მილიონ ევროს შეადგენს. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ ამ ტრანსფერთან დაკავშირებით თავად ხულიან ალვარესმაც ისაუბრა. ბარსას ინტერესი? მე ძალიან მშვიდად ვარ. პრესაში ყოველთვის ბევრი რაღაც იწერება, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე მხოლოდ ატლეტიკოზე ვფიქრობ. ახალი სეზონი ახლა დაიწყო და დიდად არ მაინტერესებს თუ რა დაიწერება ჩემს შესახებ. ჩემი მიზანია ყოველდღიურად განვითარდე და ატლეტიკო მადრიდთან ერთად რაც შეიძლება მეტი მატჩი და ტიტული მოვიგო. განაცხადა ხულიან ალვარესმა. ჯერ კი რა თქმა უნდა ძალიან დიდი დროა და ამ ტრანსფერზე მუშაობას ბარსა მხოლოდ მიმდინარე სეზონის ბოლოს დაიწყებს. ამიტომ საინტერესოა თუ რას ფიქრობთ ბარსას გულშემატკივრები. ისურვებდით თუ არა თქვენ არგენტინელ ფეხბურთელს ბარსას შემადგენლობაში. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.